მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შუშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისტორიის რაობაზე. ზოგადად ყველა წარმოდგენაში ისტორია ეს არის გარკვეულწილად ფაქტების ერთობლიობა, ქრონოლოგია, წლები, ბრძოლები და ასე შემდეგ, რომელსაც არ გააჩნია რაღაცა კანონზომიერება, ან თუ გააჩნია რაღაცა ბუნდოვანი ეს კანონზომიერება. სხვათა შორის მე როდესაც ვსწავლობდი, ჩვენთან ძალიან სუსტად ისწავლებოდა, ან პრაქტიკულად არ ისწავლებოდა მაშინ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ისტორიის იდეა, ისტორიის ფილოსოფია. და ხო, მიწევდა სწავლა ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიის და ეს იყო უბრალოდ ჩვენთვის რაღაცა ფაქტების ერთობლიობა, რომელსაც არ ქონდა რაღაც სისტემური შესწავლის, სისტემური დასწავლის, ან კანონზომიერების სახე. და ყოველთვის განვიცდიდი იმას, რომ ისტორიკოსებს არ აგვაქვს საკუთარი თეორია, ისტორიკოსები სხვის თეორიებს მიყვებიან, ამიტომ ხშირად მაინტერესებდა სხვა მეცნიერებები, მაგალითად როგორც იყო პოლიტოლოგია, სოციოლოგია, რომელიც აი ამ რაღაცა თეორიას უფრო მკვეთრად ამუშავებდა. მაგრამ ერთ-ერთ კურსზე, მე მგონი ის იყო მესამე კურსი, ბაბუაჩემის ბიბლიოთეკაში, დიდ ბიბლიოთეკაში აღმოაჩინე ერთი ნიშნულოვანი წიგნი, რომელმაც შეცვალა ჩემი წარმოდგენა ზოგადად ისტორიაზე. ეს წიგნი პრინციპში გაგონილი მქონდა აქამდე, გვასწავლიდნენ ამის შესახებ. ეს იყო კოლინგუდის, ცნობილი ბრიტანელი ფილოსოფოსი იყო, ისტორიის ფილოსოფოსი მათ შორის. ესე წიგნი არის ისტორიის იდეა, ავტობიოგრაფია. და ისტორიის იდეა არის იმდენად მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც გაცნობს თუ რაზე არის ისტორია, რაზე იყო ის სხვა პერიოდის განმავლობაში და როგორ იცვლებოდა ის. ამის შემდეგ მე დავინტერესდი ზოგადად ისტორიის თეორიით და აღმოაჩინე, რომ თურმე ძალიან ბევრი ადამიანი ყოფილა იმით დაკავებული, რომ არა მარტო ფაქტებს, არამედ ისტორიას როგორც მეცნიერებას, ისტორიას როგორც მეცნიერების არსს და ისტორიას როგორც ფილოსოფიას ისე იკვლევდა. ესეთები იყვნენ ძალიან, ესე იგი, ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით მინდა წარმოვაჩინო მარკ ბლოკი, ისტორიის აპოლოგეტიკა, ქართულად არის ნათარგმნი, სამწუხაროდ კოლინგუდი არ არის ქართულად ნათარგმნი. ლუსიო ფევრის წიგნი ბრძოლა ისტორიისთვის და სხვადასხვა ესე იგი ავტორების, ასევე აი ამ ახალი ფრანგული სკოლის, ეგრეთ წოდებული ანალების სკოლის წარმომადგენლების მთელი პლიადა იყო, რომელიც შეეხო ისტორიის არსს, ისტორიის მნიშვნელობას და ისტორიის ფილოსოფიას. მოდი ესე გავაკეთებ. დავიწყებ საუბარს ზოგადად კოლინგუდის წიგნიდან და ნათელი იქნება თუ რაზე არის საუბარი. კოლინგუდი საუბრობს, რომ ჩვენ თუ ავიღებთ პირველად წყაროებს, რასაც ჩვენ ისტორიულ წყაროებს უწოდებთ, ხო? ეს არის მესოპოტამიის წყაროები, ლურსმული წარწერები და იქ ხდება ესა თუ ის ამბავი, იქ ხდება წარსულის შესახებ ამბავი, მაგრამ კლასიკური გაგებით ეს არ არის ისტორია. რატომ არ არის ეს ისტორია? ეს შეიძლება იყოს დოკუმენტი, მაგრამ ის არ არის ისტორია. ის შეიძლება გვიყვებოდეს წარსულზე, მაგრამ ის არ არის ისტორია იმ გაგებით, რომ იქ არ ეძებენ ადამიანს. ეს არის საკრალური ტექსტები. ეს არის ტექსტები, როდესაც მეფე საუბრობს, ეს საუბრება ღმერთს, ანუ ტექსტს აქვს აბსოლუტურად საკრალური მნიშვნელობა, ეს არის მეფისა და ღვთაების საუბარი და ის ვერ პასუხობს მთელ რიგ შეკითხვებს, თუ რატომ მოხდა ესე, რატომ მოიქცა ესე და კანონზომიერებებს არ ეძებს. ჩვენ ყველა ვიცით, რომ ისტორიის მამას უწოდებენ ჰეროდოტეს. რა თქმა უნდა, ჰეროდოტემდე არსებობდა უამრავი ისტორიული დოკუმენტი და ისტორიული ტექსტი, რომელიც წარსულს ეხებოდა, მაგრამ რატომ უწოდებენ ჰეროდოტეს ისტორიის მამას? საქმე იმაშია, რომ პირველი ადამიანი, რომელმაც დაიწყო კანონზომიერებების ძიება, ისტორიული კანონზომიერებების ძიება და გაგება, თუ რატომ მოხდა ესა თუ ის პროცესი, მას ჰქონდა მთავარი შეკითხვა, მთავარი შეკითხვა იყო მდგომარეობდა იმაში, თუ რატომ მოხდა ბერძნებსა და სპარსელებს შორის, ანუ ელინებსა და ბარბაროსებს შორის ომი, რატომ დაიწყო ეს ომი? და ეს იყო მისი მთავარი შეკითხვა და ისტორიას ის იძიებს პირველ რიგში აი ამ შეკითხვიდან გამომდინარე. მეორე იყო ის, რომ სწორედ ბერძნულ ისტორიოგრაფიაში ჰეროდოტიდან გაჩნდა ესეთი სივრცე, თუ კი ძველი ტექსტები არ ყოფდნენ
საკრალურ სივრცეს და მატერიალურ სივრცეს ჰეროდოტე უკვე რადიკალურად ყოფს. მაგალითად, ერთ-ერთ ცნობით სამხრეთელი ხალხი, მეგონი ფინიკიელებზე არის აქ საუბარი, საუბრობენ, რომ ჩრდილოეთში თურმე, ესე იგი, ციდან მარილი ცვივა. და ჰეროდოტე საუბრობს, რომ ეს შესაძლებელია, რომ ისინი საუბრობენ თოვლზე, იმიტომ რომ სამხრეთში თოვლი არ ენახათ მათ და მათი წარმოდგენით ეს თოვლის მაგიროთ ესე მარილი ცვიოდა. ანუ შემოდის რაციონალური აზროვნება ჰეროდოტესთან. და რას თავარია ჰეროდოტეს აქვს ერთი მნიშვნელოვანი რამ, აი ასევე უნდა ითქვას, რომ ის წერს შემდეგ რაღაცას. მისი ტექსტი ორ ნაწილადაა დაყოფილი. პირველი ეს არის ჰეროდოტე ამბობდა, მე მაქვს ინფორმაცია, რომელიც მოიპოვე გამოკითხვის მეშვეობით. ანუ ის უკვე მან უკვე მეთოდი შექმნა, როგორ შეიძლება გავიგოთ ჩვენ ისტორია. ეს უნდა გავიგოთ ჩვენ გამოკითხვის მეშვეობით. მაგრამ ნახეთ, აქ არის ორი მნიშვნელობის ორი განსხვავებული ესე იგი აზროვნების ორი განსხვავებული სპეციფიური ფორმა გვაქვს. ერთი ეს არის ცოდნა და მეორე არის შეხედულება. ესე იგი ჰეროდოტესთვის რა არის ცოდნა და რა არის შეხედულება? ჰეროდოტესთვის ცოდნა არის ის, როდესაც ამ გამოკითხვის შედეგად ადამიანი თანამონაწილეა იმ პროცესების, რასაც ისყვება. ანუ ამ ადამიანმა უშუალოდ ნახა ესა თუ ის ისტორიული მოვლენა. ხოლო შეხედულება ეს არის ჰეროდოტესთვის ის, რომ ამ ადამიანს ვიღაცა მოუყვა, ან წინაპრებისგან მიიღო ეს ცოდნა და შესაბამისად ეს არაა ცოდნა, ესაა შეხედულება. და როდესაც ის უყვება არა მის უშუალოდ გამოცდილებას, არამედ უყვება იმის შესახებ თუ მას როგორ მოუყვნენ სხვები, ეს დგება უკვე ეჭქვეშ. ესე იგი ჰეროდოტესთვის, როგორც სხვა ბერძნებისთვის, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოკლედ ცოდნას არ აკრიტიკებდნენ, ხოლო შეხედულება ყოველთვის იყო კრიტიკის ობიექტი. ისინი ახდენენ მის რაციონალიზაციას და ეს დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ბერძნულ ფილოსოფიურ სკოლასთან. ბერძნებისთვისაც ზოგადად ჭეშმარიტების გაგება დაკავშირებული იყო ეგრეთ წოდებულ დიალექტიკასთან. ბერძნულ დიალექტიკასთან. არაგვერი გვიოს ეს ჰეგელიანურ დიალექტიკაში. ბერძნული დიალექტიკის პრინციპი რა არის, რომ იმისთვის რომ ჩვენ ჭეშმარიტება გავიგოთ, ჭეშმარიტება ესე იგი იბადება კამათში, ხო? და ბერძნებისთვის არის, თეზისი, ანტითეზისი, რაც ნიშნავს, რომ ან ერთია მართალი, ან მეორეა მართალი, ან ორივეა მართალი, ან ორივეა მტყუანი. და აი ამ მსჯელობით, ხოლოდ, ესე იგი, მსჯელობით და კამათით შეიძლება ჭეშმარიტების გაგება. ეს გადავიდა შემდეგ უკვე ისტორიულ მეცნიერებაშიც და ისტორიკოსები, ჩვენ ვიცოდეთ, რომ პირველი ისტორიკოსები, თუ ჩვენ ავიღებთ ჰეროდოტეს, ის იყო ვაჭარი, რომელიც დადიოდა მთელ ხმელთაშუა ზღვაზე და იმყოფებოდა მთელ რიგ ტერიტორიებზე, ანუ ის იყო ვაჭარი მოგზაური, რომელიც ჩადიოდა ამა თუ იმ ქვეყანაში და ადამიანებს ეკითხებოდა წარსულის შესახებ, ეკითხებოდა სხვადასხვა მართველის შესახებ ინფორმაციას და ამ ყველაფერს იწერდა და აკრიტიკებდა, ახდენდა მის რაციონალიზაციას. ესეთი ტექსტები მაგალითად არ ხვდება შუამდინარეთში. შუამდინარეთში, როგორც გითხარით, ეს არის აბსოლუტურად ესე უკრიტიკოთ მიღებული რაღაცა დოკუმენტები, ეს არის საკრალური და აი ჰეროდოტეს უკვე კარად ესმის, რომ საკრალური, სადაც მიდის საუბარი საკრალურზე, მაგალითად ის, რომ სხვადასხვა ესეთი მისტიური ელემენტი სადაც შემოდის, ხო, მონაყოლში. ამის რაციონალიზაციას ის ყოველთვის ახდენდა. და ამიტომ პირველ რიგში ბერძნული ისტორიოგრაფია გამორჩეოდა ორი მნიშვნელოვანი მომენტი. ერთი ის არის მეცნიერული, ანუ გახყავს გარკვეულწილად ეს მისტიური, ღვთაებრივი ელემენტი და ტოვებს აი ამ რაღაც მეცნიერულ ელემენტს და მეორე ბერძნებისთვის ისტორია იყო ჰუმანისტური, ანუ ოღონდ ჰუმანისტური ცოტა სპეციფიური გაგებით. ანუ ისტორია იყო ადამიანების საქმე და არა ღმერთების საქმე. შუამდინარეთში ისტორია ეს არის ღმერთებს შორის დაპირისპირება. იმ დროს, როდესაც ელინებისთვის უკვე ჰეროდოტეს დროინდელ ელინებისთვის ისტორია ეს არის ადამიანების შორის ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, სწორედ ამიტომაც უწოდებენ ჰეროდოტეს ისტორიის მამას. კიდე მნიშვნელოვანი ის მომენტია, რომ ბერძნებში შემოდის ისტორიის როგორც თვითშემეცნების კომპონენტი. ანუ აქამდე წარსული არ იყო როგორც თვითშემეცნების კომპონენტი, წარსული იყო ღმერთთან ურთიერთობის ესე იგი ფორმა, გარკვეულწილად ფორმა, ხოლო
ბერძნებისთვის ისტორია ხდება ის, რომ ჩვენ გავიგოთ, ანუ ნახეთ, ჰეროდოტე ეძებს წარსულში მიზეზებს თუ რატომ დაიწყო ბერძნებსა და სპარსელებს შორის ომი. ის არ ეძებს აწყოში ამას. მან იცის, რომ ამ კონფლიქტს გააჩნია ღრმა ისტორიული გენეზისი. და იმისთვის, რომ მან გაიგოს აწყო, ის ჩადის ისტორიაში. ეს ელემენტი, ესეთი აზროვნების ელემენტი, სწორედ ბადებს ესეთ ცნობიერებას, რასაც მოგვიანებით უწოდებენ ისტორიულ ცნობიერებას. შესაბამისად, ბერძნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ესე იგი ეს ისტორიული აზროვნება და მათთვის ისტორია არ არის მხოლოდ რაღაცა წყაროები ან მხოლოდ რაღაცა ამბები. მათთვის ისტორია არის საშუალება, რომ გავიგო აწყოს რეალობა. ანუ აწყოსთვის ხდება ეს და არა წარსულის. წარსული არის საშუალება, რომ გავიგო აწყო. და ეს პოზიცია პრინციპში უკვე თანამედროვეებში ღრმად არის ჩადებული, ღრმად ვიცით ჩვენ, რომ ახლა ჩვენ პრობლემები საერთოდ უნდა გავიგოთ, ხო? არსებობენ ლიბერალები, რომლებიც საუბრობენ მაგალითად, რომ ჩვენი ყველა პრობლემა იწყება საბჭოთა კავშირიდან, ხო? ეგ ვიცით ჩვენ ეს რაღაცა დისკურსი და არსებობს მაგალითად ძალიან ესეთი მარტივი ის რო ავიღოთ, ოღონდ ობიექტურად რაღაცნაირად რო ავიღოთ, იმისთვის რომ ჩვენ გავიგოთ ჩვენი რაღაცა პრობლემები, საჭიროა რაღაცნაირად უახლესი ისტორია გადაფასდეს. აი ახლა მიმდინარეობს გარკვეულწილად გამოძიება, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ცდილობს გარკვეულ საკუთარი უახლესი ისტორია შეაფასოს. ანუ რატომ გახდა ეგ საჭირო? იმიტომ გახდა საჭირო, რომ არსებობს გარკვეულწილად წარმოდგენა იმის შესახებ, რომ აწყოს პრობლემები თავი იმარხება წარსულში. და იმისთვის, რომ ჩვენ აწყოს პრობლემები მოვაგვაროთ, უნდა ნათელი გახდეს წარსული. თუ რა მოხდა წარსულში. და ეს პრინციპი, ეს აზროვნების ფორმა, ეს არის სწორედ მეცნიერული აზროვნების ფორმა, რომელიც შემოიტანა ჰეროდოტემ და რომელიც შემოიტანეს ძველმა ბერძნებმა. ამის გარდა მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ შემდეგი ეტაპი უკვე არის რომის ეტაპი. აი რომის ისტორიკოსები უფრო შორს წავიდნენ ვიდრე ბერძნები. აი ბერძნები მაინც ქსენოფონტეს რო ავიღოთ, ჰეროდოტეს რო ავიღოთ, ეს როგორი ისტორია? კი, ესაა მეცნიერული ისტორია, ესაა ჰუმანისტური ისტორია, მაგრამ ისინი შემოსაზღვრულები არიან რა გაგებით. ისინი საკუთარ პირად გამოცდილებას ვერ ცდებიან. ანუ ისინი მოგზაურობენ, წერენ ამას, ხვდებათ მათ სხვა ადამიანები, რომლებიც უყვებათ მათ წარსულის შესახებ, სხვა ამბებს უყვებათ და შესაბამისად ისინი წერენ მაინც კი შეიძლება რაღაც გლობალურ მოვლენებზე, მაგალითად ქსენოფონტე პელოპონესის ომზე წერდა, ჰეროდოტე წერდა ბერძნულ-სპარსულ ომზე, მაგრამ ეს არის დანახული აი ამ ვიწრო არეალიდან. რომაელი ისტორიკოსები, პოლიბიუსი იქნება თუ სხვა, უკვე წერს გლობალურ ისტორიას. და ეს გლობალური ისტორია იწერება ძალიან სპეციფიურად, იმიტომ რომ აი როგორ უნდა დაწერო გლობალური ისტორია, როგორ უნდა დაწერო ყველას ისტორია, ისე რომ შენ უბრალოდ არ გიქნება იმის რესურსი, რომ ყველა გამოკითხო, ხო? ყველა მხარეში იარო. აი მაგალითად ჰეროდოტე ძალიან მარტივად შეეძლო. ჰეროდოტე იმყოფებოდა ეგვიპტეშიც, ჰეროდოტე იმყოფებოდა სირია-პალესტინის ტერიტორიაზე, ჰეროდოტე იმყოფებოდა მცირე აზიაში, ანუ ის მოგზაურობდა და მაშინდელი სამყარო მაინც მცირე იყო და რაც მან აღწერა გარკვეულწილად ძალიან კარგად ჩაჯდა იმ ისტორიაში, იმ რაღაც სივრცეში, სადაც მაშინ ცივილიზაცია მოიაზრებოდა. აი რომის პერიოდში წარმოიდგინეთ, ეს არის საკმაოდ დიდი სამყარო და როგორ უნდა დაწერო შენ, როგორ უნდა მოახერხო შენ, რომ ყველგან იმოგზაურო და ყველა წყარო შეკრიბო და ყველა ადამიანს ელაპარაკო. შეუძლებელია, ხო? და აქედან იწყება უკვე შემდეგი ეტაპი განვითარების და ეს შემდეგი ეტაპი ეხება უკვე იმას, რომ ამ ავტორებმა დაიწყეს სხვა ავტორების ინფორმაციის შეგროვება და ამ შეგროვებული ინფორმაციით უკვე საერთო ისტორიის შექმნა. და აქედან იწყება უკვე გლობალური ისტორიის წერა. ანუ გლობალური ისტორია არის უკვე მეორე ეტაპი. ასე უნდა ითქვას, რომ გლობალური ისტორია შემთხვევით არ გაჩენილა რომში, რომმა
ეს იყო პირველი ძლიერი სახელმწიფო, რომელმაც გაერთიანა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები და მაშინდელი ცივილიზებული სამყარო, ესე ვთქვათ, ხო, ელინისტური სამყარო გაერთიანა მის ქვეშ და პრაქტიკულად რომი ისეთი სახელმწიფო იყო, რომელიც საკუთარ თავს მოიაზრებდა ერთ-ერთ სინათლეს. დანარჩენი იყო სიბნელე, სადაც მას შექონდა სინათლე და ცივილიზაცია სხვა ქვეყნებში და შესაბამისად გლობალური ისტორია მაინც რომის ისტორიასთან იყო დამოკიდებული. მართლაც აი ახლა იქ პოლიბიუსთან მაინც და მაინც ვერ შეხვდებით თქვენ ჩინეთის ისტორიას, იმიტომ რომ ძალიან შორს არის იყო ის ვერ შეხვდებით სხვადასხვა ქვეყნის ისტორიას, ის არის ძირითადად კონცენტრირებული რომზე, საბერძნეთზე და ძალიან კარგად ჩანს რომ შემდეგი პერიოდი გლობალური ისტორია იწერება კი ის გლობალურია, მაგრამ რომაულ ცენტრული არის მაინც და იწყება გლობალური ისტორიის დაწერა რაღაცა ცენტრიდან, ცენტრის მიმართულებით. აი ჩვენთანაც ახლა თუ რო აიღოთ თანამედროვე გლობალური ისტორია ხშირად იწერება ევროცენტრიული პოზიციებიდან. სამყაროს ხშირად უყურებთ მარტო დასავლეთის აღქმებით. და ეს საკმაოდ ესე იგი ახლოს არის ძველ რომაულ გაგებასთან, იმიტომ რომ რომაელებიც ეგრე უყურებდნენ სამყაროს, რომ ისინი იმყოფებოდნენ სამყაროს ცენტრში, ისტორია მათ ირგვლივ ტრიალებდა და შესაბამისად იქ შორს ძალიან შორს ახდებოდა მაინც და მაინც საინტერესო არ იყო ამ გლობალური ისტორიისთვის. ამიტომ დიდი ყურადღება ეთმობოდა აი ამ ცენტრის არსებობას, მაგრამ აი ძალიან ესე იგი ცოტა ისეთი მომენტი იყო, რომელიც ეთმობა ისეთ მოვლენას, რომელიც არის რომაელებისთვის მეორე ხარისხოვანი, ხო? ან მათთვის არ ქონდა მაინც და მაინც ესეთი მნიშვნელობა, რომ ამ გლობალურ ისტორიაში ყოფილიყო. ამის გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეგრეთ წოდებული მუდმივობის განცდა და ისტორიის ცოდნა მაგალითად ბერძნებისთვის ძალიან ესეთი გრძნობიარეები იყო ამის მიმართ, რომ მათ ჯეროდათ რომ არსებობს რაღაც ისტორიული მუდმივობა და ისინი ამ მუდმივობას ვერ გაექცეოდნენ. და შესაბამისად როგორც არ უნდა მოქცეული იყვნენ, აი ეს მუდმივობა ყოველთვის მეორდებოდა, ეს მარადიული რაღაცა მუდმივობა ყოველთვის მეორდებოდა. თუ კი მაგალითად აღმოსავლეთში უფრო გაჩნდა ეგრეთ წოდებული ისტორიული ციკლურობის იდეა, რაც ნიშნავდა რომ ისტორია მეორდება, მას აქვს რაღაც ციკლები და ეს ციკლები ყოველთვის მეორდება. არსებობს სხვადასხვა ფაზები, ხო? მაგალითად ერთი ჩინელი ისტორიკოსი უწერია მონღოლებზე, ხო? პირველი მომთაბარეები იყვნენ მტაცებლები და ესე იგი მეომრები. მეორე თაობის მომთაბარეები იყვნენ უკვე მიწათმოქმედები და მეომრები. მესამე თაობის მომთაბარეები იყვნენ უკვე ვაჭრები და აღარ იყვნენ ისე რა ქვია მეომრები. და მეოთხე თაობის მომთაბარეები იყვნენ მიწათმოქმედები, რომლებიც უკვე იყვნენ უпроსორეთ გამდიდრებული ვაჭრები, რომლებსაც უკვე აღარ შეეძლოთ ომი და ახალი მომთაბარეები მოდიოდნენ და ამ გამდიდრებულ ესე იგი ძველი მომთაბარეების შთამომავლებს უკვე იპყრობდნენ და იმონებდნენ. და შესაბამისად არსებობდა ეს ციკლი, ხო, რომ მეოთხე თაობა ყოველთვის იყო რაღაცნაირად გადაგვარებული ვიდრე პირველი თაობა. თუ კი პირველი თაობა ესენი იყვნენ მტაცებლები, მეოთხე თაობა იყო უკვე ისინი, ვიზეც უკვე ახორციელებდნენ სხვა მტაცებლები საკუთარ რაღაცა ძალადობას, ხო? და ეს ძალიან ესეთი ბუნებრივი მოვლენა იყო ჩინელებისთვის. აქედან გამომდინარე ისტორიის ცოდნა დაკავშირებული იყო არა იმასთან, რაც ცოტა განმანათლებლობის პერიოდიდან ცოტა სხვანაირად აღიქვეს ეგ იმასთან რომ შეეცვალა ეს მარადიულობა, არა? მათ ბერძნებმა იცოდნენ რომ ეს ამ მარადიულობას, ამ რაღაცა კანონზომიერებას ისინი ვერ გაექცეოდნენ. აი ცოტა მოგვიანებით მე-19 საუკუნეში ეგ კონცეფცია გადაიხედება და ჩვენ აბსოლუტურად დღეს აბსოლუტურად სხვა კონცეფციაში ვცხოვრობთ. ხო, ამის მიუხედავად ბერძნებს ჰქონდა ჰეროდოტეს განსაკუთრებით, აი ამ კანონზომიერების მიუხედავად იყო ერთი კიდე ესეთი მომენტი შემოიტანა ჰეროდოტემ, ესა კატასტროფის იდეა. და აი ამ კატასტროფის იდეაზე აი ძალიან საინტერესოა, რომ აი დავაციტირებ ჰეროდოტეს ისტორიაზე თქვა შემდეგი რაღაცა. ის იგულისხმება ისტორია, ტკბება იმით, რომ უარყოფს და ანადგურებს სამყაროს წესრიგს. და ბერძნებისთვის ეს კატასტროფა არ იყო სამეცნიერო ცოდნის სფერო. ანუ ეს იყო რაღაცა ისეთი მოვლენა, კატასტროფა,
რომელსაც შენ ვერანაირად ვერ გაითვალისწინებ, ვერანაირად ვერ შეისწავლი, ვერანაირად ვერ მოახდენ მის გარკვეულწილად კანონზომიერ რაღაც სისტემაში ჩასვლას. იმიტომ რომ ეს კატასტროფა იმდენად რაღაც ისეთი ეგზისტენციალური მოვლენა, რომელიც მეცნიერული ცოდნის მიღმა არის. ანუ ბერძნებისთვის ეს წინაზე თქვი, რომ ერთი მხრივ იყო მარადიულობის განცდა და აი ამ მარადიულობაში კატასტროფები იყო ის, რომლის შეცნობას შეუძლებელი იყო. რომლის შეცნობას და შესწავლას შეუძლებელი იყო აბსოლუტურად. ამიტომ ბერძენი ვერ გეტყოდა, რატომ დაეცა ესა თუ ის სახელმწიფო. ბერძენი გეტყოდა, კი, გარკვეულ მიზეზებს გეტყოდა, მაგრამ თუ რამ გამოიწვია ეს გლობალური რაღაცა პრობლემები, ამის რაღაც ესეთი რეფლექსია, რასაც კატასტროფა ქვია, ხო? ამის რეფლექსიას ის ვერ მოახდენდა, ის იტყოდა ეს არის ცოდნის მიღმა, რაღაცა მდგომი. მე ასევე თქვი, რომ ანუ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ქონდა ისტორიას, რომ ეს იყო პრინციპში სხვადასხვა ფაქტების, სხვადასხვა წყაროების შევსება და ეს მართალია ისტორიკოსებიდან არ გაჩენილა ეს კრიტიკა ისტორიისადმი, მაგრამ გაჩნდა ბერძენი ფილოსოფოსებისადმი. მაგალითად, ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე საუბრობდა, რომ ისტორია არ იყო მეცნიერება, რადგან ისტორია არის მხოლოდ ემპირიული ფაქტების შეგროვება. იმ დროს, როდესაც პოეზია ისა ფაქტებისგან დასკვნების გამოტანა. ისტორია იყო მოწმეების ჩვენებები, ხოლო ისტორიული მეთოდით კი ამ მოწმეების აღმოჩენის მიგნებებში და გამოვლენებში მდგომარეობდა. უკვე როდესაც სოფლიო ისტორია იქმნება, უკვე იწყება რა? თუკი პირველი სახის ისტორიკოსები ესენი იყვნენ, ის სახის ისტორიკოსები, რომლებიც ეძებდნენ გარკვეულ წყაროებს, მეორე სახის ისტორიკოსები უკვე, რომელიც გლობალურ ისტორიას წერდნენ, ესენი იყვნენ ისინი, ვინც უკვე ქრინდნენ ავტორიტეტებს ისტორიაში, წყაროებში, წინა ავტორებისგან. და ამ ავტორიტეტების მეშვეობით ისინი უკვე ოთახში, ისინი უკვე აღარ მოგზაურობდნენ ოთახში, სოფლიო ისტორიის რეკონსტრუირებას ახდენდნენ. აქ ძალიან ესე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ეს მიდგომა, ბერძნულ-რომაული მიდგომა, გულისხმობდა ერთ რამეს, რომ ან ბერძნებმა გამოიგონეს ლოკალური კულტურებისა და ლოკალური საზოგადოებების ესე იგი კვლევის მეთოდი, ეს კვლევის მეთოდი მდგომარეობდა იმაში, რომ შეესწავლოს ადგილობრივი რაღაცა წყაროები და შემდეგ უკვე ამ წყაროების, ამ ავტორების შეჯამებით მათ შექმნეს გლობალური ისტორია. მაგრამ ამ ისტორიის მამოძრავებელი ძალა, როგორც თქვი, იყო ჰუმანიზმი. და ის ისტორია მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ისტორია ეს არის ადამიანის შესწავლის რაღაცა საშუალება. ეს ერთ-ერთი მეცნიერება, რომელიც ადამიანის შეისწავლის. აი მაგალითად ძველ საბერძნეთში სიტყვა ისტორია იმ სპეციალობას აღნიშნავდა, რომელიც სოციალურ, ღვთაებრივ და ბუნებრივ რეალობას იკვლევდა. ამის მიუხედავად ბერძნებისთვის ისტორია არ ნიშნავდა ყველანაირ ტიპის ან მრავალფეროვან ცოდნას. ხო, ეს იყო იმგვარი ცოდნა, რომელიც ადამიანების დაკვირვების შედეგად გამოვლინდებოდა. და შესაბამისად თუ დავაკვირდებით, რა ინტერესებდა პირველ ისტორიკოსებს აინტერესებდა ადამიანის ბიოგრაფიები. ადამიანის ბიოგრაფიები აინტერესებდათ და უამრავი წყარო ჩვენ გვაქვს, უამრავი ისტორიკოსი გვყავს, რომელიც წერდა სწორედ ბიოგრაფიას. სხვადასხვა და ამიტომ ამ ისტორიას ხშირად უწოდებენ ჰუმანისტურ ისტორიოგრაფიასაც. მოგვიანებით, როდესაც ქრისტიანობა იქცა სახელმწიფო რელიგიად და უკვე შუა საუკუნეებში, როდესაც ქრისტიანობა იქცა მნიშვნელოვან რაღაცა აზროვნების ფორმად, რა თქმა უნდა, ისტორიოგრაფიას გადაიხედა. და ამ ისტორიოგრაფიის გადახედვა უკვე შეიცვალა რაღაცა ორიენტირებები. მაგალითად, თუკი ძველად ანტიკურობაში ისტორია იწყებოდა კონკრეტული პოლისის შემქმნელებისგან, ხო? მაგალითად, რომის ისტორია იწყებოდა რომულუსის და რემის დაბადებით, მე მათი აჯანყებით, ესე ვთქვა და მე მათი გამეფებით, ხო? და შემდეგ უკვე ძმის სიკვდილით. ანუ რომის დამაარსებლების
ისტორიით იწყებოდა და მოდიოდა დღემდე. ანუ ცენტრალური ადგილი ეკავა სწორედ იმ წინაპრებს. შუა საუკუნოვან ისტორიაში უკვე ცენტრალური ადგილი უკავია ბიბლიურ სიუჟეტებს, სამყაროს შექმნას და შემდეგ ქრისტეს შემდეგ უკვე პერიოდს და რასთავარია აქ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა შემოდის. ქრისტიანობაში შემოდის ესეთი მნიშვნელოვანი დოქტრინა, სადაც ერთი მხრივ არსებობს ღვთისნება და მეორე მხრივ არსებობს ადამიანის თავისუფალი ნება. მაგრამ ეს როგორ ვლინდება, არსებობს ისტორიული გზა. ეს ისტორიული გზას ადამიანი ვერ შეცვლის. მაგალითად, ადამიანი ვერ შეცვლის მეორედ მოსვლას, ანტიქრისტეს მოვლენებას ადამიანი ვერ შეცვლის. ესა ღვთის ნება ისტორიაში. ადამიანს შეუძლია ის მას ხელი შეუშალოს ღვთის ნების წინააღმდეგ წავიდეს, ამის საშუალება მას აქვს, მაგრამ ის ვერ შეძლებს, ის ფუნდამენტურად ვერ შეძლებს ამ ისტორიას. მაინც მოხდება, როგორც არ უნდა ხელი შეუშალო მას, მაინც მოხდება მეორედ მოსვლა, მაინც მოხდება ანტიქრისტეს მოსვლა და ღვთის ნება განხორციელდება ისტორიაში. ანუ იყო მცდელობა ხო, რომ ესე იგი შეეცვალათ ის ისტორია, რომ ქრისტე არ მოვლენებულიყო ხო და იყო მცდელობა, რომ ამოეხოცათ, ესე ვთქვათ. ეს აქტი არ დამდგარიყო. მაგრამ მაინც დადგა, იმიტომ რომ ღვთისნებაა. და როგორ ჯდება ეს კონცეფციაში? პროვიდენციალისტურ ნიშნავს ქრისტიანული ისტორიოგრაფიას, სადაც ღვთაებრივი ელემენტი, ქრისტიანული ღვთაებრივი ელემენტი უკვე ისტორიაში არის. როგორ ვლინდება ეს? ვლინდება იმით, რომ ღმერთი ადამიანში დებს გარკვეულწილად სურვილებს. ანუ ადამიანი თავისუფალი აერჩევს, რაც უნდა, მაგრამ ადამიანი თავისუფალი არ არის თავის სურვილებში. ეს სურვილები არის ბრმა იარაღი, რომელთაც ადამიანი ახორციელებს ღვთისნებას. და აქედან გამომდინარე, ეს სურვილები გარკვეულწილად არის ღვთისნების გამოვლინება ისტორიაში, სცენარს. ეხლა როგორ ხდება წარმატებისა და წარუმატებლობის აღქმა პროვიდენციალისტურ ესე იგი მომენტში. ხო, და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ეს არის სიბრმავის მომენტი. ანუ ადამიანი ისტორიაში არის ბრმა. ამიტომ ამ სიბრმავით, აი ნეტარი აგუსტინეს მიხედვით, ხო? პირველადი ცოდვა იყო სწორედ ამ სიბრმავის შედეგი. ადამიანს რო ცოდნოდა, რომ ის მას ადამიანს რო ცოდნოდა, რომ მას სამოთხედან გააძევებდნენ, მას შეიძლება ეს არ ეკნა ადამიანს და ევას, ხო? არ ეჭამა ვაშტი, მაგრამ რადგან ეს სიბრმავე არის, ამ სიბრმავით ხდება გარკვეულწილად აი ეს შემოდის ცოდვის ფენომენი და ადამიანი ჩადის ცოდვას. აქედან გამომდინარე, ისტორიაში მოქმედებს სიბრმავის ელემენტი, რომელიც ხშირად გადადის ცოდვაში და აი მაგალითად ჩვენი წინაპრები, ხო? გავხსენოთ თემურლენგთან გიორგის მიმოწერილ წერილში, გავხსენოთ უამრავი ესეთი ფაქტი ხდება, როდესაც ქართველი მეფეები აბრალებენ მტრის გამარჯვებას, არა მტრის ძლევამოსილებას, არამედ იმას, რომ თვითონ ჩავარდნენ ცოდვებში. რომ ჩვენ ვართ ცოდვები და ღმერთმა ამით ესე იგი დაგვსაჯა. აი მაგალითად ჯამთაღმწერელისთვის მონღოლები, ჩინგისყაენი მათ შორის, არის მოვლენილი კაცობრიობისთვის სასჯელი, იმიტომ რომ კაცობრიობა ცოდვებში ჩავარდა. და ჟამთაღმწერელი მაგალითად აღწერს ლაშა გიორგის მოღვაწეობას, ის აღწერს, რომ იქ რა ხდებოდა ლაშა გიორგის სამეფო კარზე და მისთვის ნათელია, ის უკავშირეს პირდაპირ ლაშა გიორგის მოქმედებებს მონღოლების შემოსევასთან და ლოგიკურად მეაჩნია, რომ ესე იგი შემდეგ როდესაც ძლიერი ქართული სამეფო დაეცა მონღოლების გამო, ეს აბსოლუტურად კანონზომიერი იყო. აბსოლუტურად კანონზომიერი იყო, იმიტომ რომ რინდებთან გავიხსენოთ, ხო, რინდებთან უწევდა ლაშა გიორგის ყოფნა და უწევდა არა, თავის ნებით იყო, მან ასევე არ მოიყვანა ცოლი და უკანონო ურთიერთობაში იყო, რაც მაშინ ესე იგი ცოდვად ითვლებოდა და მოკლედ საკმაოდ ესე ხისტი დამოკიდებულებება ჰქონდა მაშინდელ
ეკლესიისადმის და საზოგადოებისადმიც რაღაცნაირი თავისებური ადამიანი იყო. სწორედ ჯამთაღმწერისთვის ეს არის იმის ფაქტი, რატომაც დავმარცხდით ჩვენ. ანუ ცოდვის მომენტმა დაგვამარცხა ეს ესე ვთქვა, მაგრამ ეს ცოდვა გაჩნდა ამ სიბრმავისგან. შესაბამისად ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ თუ კი მაგალითად ბერძნებისთვის არის რაღაცა მაინც მარადიული, რაც განზომილებდება. ქრისტიანულ ისტორიოგრაფიაში მარადიული არაფერი არ არის ღმერთის გარდა. ყველაფერი შეიძლება დაეცეს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება ნაციები, ერები, კოლექტიური რაღაცა ერთეულები, სოციალური ფენები საერთოდ განადგურდნენ. ისინი საერთოდ არ არიან მარადიულები, მაგრამ მარადიული არის ღმერთი და ღმერთის ნება. და ასევე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ქრისტიანული ისტორიოგრაფია განიხილავს აი ამ პროცესს, ისტორიის პროცესს, როგორც ღვთის ნების რეალიზაციის პროცესს. რომელიც საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს ახალ მიწამდე და ახალ ცამდე, ანუ ახალ სამყარომდე. ესე იგი ღვთის ათასწლოვან სამეფომდე, ხო, როგორც ამბობენ. ასევე ქრისტიანული ისტორიოგრაფიას ახასიათებს ესეთი ცნება, სადაც არსებობს გარკვეულწილად კანონზომიერებებიც, ამ კანონზომიერებებს არ უარყოს, მაგალითად ნეტარი ავგუსტინესთან არის, ხო, რატომ მოევლინა ქრისტე მაინც და მაინც პირველ საუკუნეში. რატომ მოევლია პირველ საუკუნეში? და აქ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პასუხი, რატომ არ მოევლინა აქამდე. ხო, შეიძლება მას რა ვიცი, პირობითად ძველ ბაბილონის პერიოდში მოვლენილიყო, ან მოვლენილიყო, რა ვიცი, კიდევ უფრო ადრე. საქმე ის არის, რომ იმისთვის რომ ადამიანები კაცობრიობა მზად ყოფილიყო ქრისტესთვის საჭირო იყო სამი რამ და ეს სამი რამ არის ბერძნული ფილოსოფია, რომის სამართალი და ასევე ესე იგი მონოთეიზმი, იუდაიზმის მონოთეიზმი, ანუ არსებობდა მონოთეიზმი, არსებობდა ბერძნული ფილოსოფია, სამართალი, არსებობდა საერთო სამყარო, საერთო სამართალი, სამართლის გაგება. და სწორედ ამ სივრცეში შესაძლებელი იყო ქრისტეს გაგება. შესაბამისად, ეს იყო მზადება, ანუ სამივე ეს პროცესი იყო მზადება იმისთვის, რომ ქრისტე მოვლენილიყო. აქედან გამომდინარე, ისტორია არის გარკვეულწილად მზადება, ჩვენ ისტორიული გამოცდილებით, ჩვენ ვემზადებით, გავიგოთ უფრო მეტი, ვიდრე ეს ვიცით, ხო? გავიგოთ ღვთაებრივი ბუნება, გავიგოთ ის ესე იგი ცნება, ან ის გზავნილი, რაც ღმერთს უნდა რომ გავიგოთ. ჩვენ ესე ვერ გავიგებთ, თუ არ არსებობს წინაპირობა, ამიტომ ღმერთი გვამზადებს ნელ-ნელა იმისთვის, რომ ეს გავიგოთ და შევქნათ ესე იგი რაღაცა ისეთი გამოცდილებები, რომელიც გასაგებს გახდის ღვთის ნებას ისტორიაში. და ასევე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ქრისტიანულ ისტორიოგრაფიაში უკვე აღარ არსებობს წამყვანი ესე იგი და განსაკუთრებული ხალხი. და ყველა ხალხი თანასწორია ამ გაგებით ღმერთის წინაშე. ეს ძალიან გამოარჩევს რომაული ისტორიოგრაფიასთვის, იმიტომ რომ რომაელებისთვის არსებობდა მხოლოდ ცენტრი, ეს ცენტრი იყო რომი, რა თქმა უნდა, და ეს წარმოდგენა, რომ უამრავი ხალხი უნდა აღიწეროს, თქვენ ახლა აიღეთ უამრავი ისტორიკოსი, რომელიც აღწერს ამა თუ იმ საზოგადოებას. თქვენ ახავთ, რომ ცდელობა მაინც არის, რომ გლობალური ისტორია შეისწავლოს. ავიღოთ ლეონტი ბროველი. ლეონტი ბროველის ისტორია კი არის, რა თქმა უნდა, ქართულოცენტრული და არის ქართლოსიან ცენტრული, მაგრამ ის აღწერს სამყაროს შექმნიდან დღემდე, თარგამოსიანების დინასტიას აღწერს, შემდეგ აღწერს კავკასიელი ხალხი რითი როგორ იყო. ანუ მას მარტო ქართველები კი არ აინტერესებს, მას აინტერესებს მთელი სამყარო, როგორც ჯამთაღმწერლის, ხო? რა თქმა უნდა, ეს ჯამთაღმწერლსაც ცენტრში საქართველო აქვს, მაგრამ მან იცის, რომ საქართველო არაა ცენტრალური, ქართველი არ არის ცენტრალური ადგილი, არ უკავია ისტორიაში. ის სხვა ხალხებთან ერთად თანასწორია, მაგრამ ის ერთ-ერთია
რომელიც თანასწორთა შორის, ესე ვთქვა, ერთ-ერთია თანასწორთა შორის. აქედან გამომდინარე იქნება გარკვეულწილად უნივერსალური ისტორიები. და შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელია ეს უნივერსალური ისტორიის შექმნა. პირველად თეოკრატიულ წარმოდგენებში, როგორც იყო შუამდინარეთში და შუა საუკუნეებში არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. თეოკრატიულ სამყაროში ღვთაებები პირდაპირ მონაწილეობდნენ ისტორიაში, როგორც რაღაც ისეთი თავის მეფეების სახით, როგორც სუბიექტები, რომლებიც ამტკიცებდნენ საკუთარ დიდებულებას სხვა ღმერთების წინაშე. იმ დროს, როდესაც ქრისტიანული ისტორიოგრაფია ეს არის, რა თქმა უნდა, ღვთისნება, მაგრამ ეს არის კანონზომიერებითი ნება. კანონზომიერებითი ნება. და აქ არის გარკვეული კანონზომიერებითი ლოგიკა. თეოკრატიულ სამყაროში, შუამდინარე თეოკრატიულ სამყაროში ესე არ იყო. თეოკრატიულ სამყაროში ეს კანონზომიერებები ყოველთვის რაღაც წდებოდა, როდესაც ერთვებოდა შიგნით ღმერთის ღვთის ნება. აქედან გამომდინარე ძალიან ისე ნიშნულოვანი როლი უკავია აი ამ წარმოდგენებში რაღაც კანონზომიერებების შექმნას. კოლინგუდი საკმაოდ ისეთი ავტორია, მნიშვნელოვანი ავტორია, ალბათ ყველას ურჩევ, ვინც დაინტერესებულია ისტორიის ფილოსოფიით, დაინტერესებულია ისტორიით. ის მოდის, მას აქვს უამრავი თავი, მაგალითად, მე-19 საუკუნეზე, მე-20 საუკუნეზე ისაუბრებს რომანტიზმზე, მარქსიზმზე, კარტეზიანიზმზე, მაგრამ თანამედროვეობაში ერთი ის ვიცოდეთ. ქართული სკოლა იყო ძალიან ესე იგი ძლიერი პოზიტივისტური სკოლა იყო განვითარებული. იყო მარქსისტული სკოლა, მაგრამ ასევე პოზიტივისტური სკოლა. პოზიტივისტური სკოლა აქვს ერთი მნიშვნელოვანი თეორიული შეზღუდულება, მე ესე ვიტყოდი, რაც ესე იგი დამახასიათებელია ქართული ისტორიოგრაფიისთვის. ეს რას ნიშნავს? პოზიტივიზმი, როგორც მოვლენა გაჩნდა მას შემდეგ, რაც რენესანსის პერიოდიდან იწყება ისტორიის გადახედვა და რენესანსის პერიოდში ჩნდება ისეთი საგნები, როგორც არის ნუმიზმატიკა, როგორც არის არქეოლოგიის ელემენტები ჩნდება, თად არქეოლოგია ესე კლასიკური გაგებით არის, ჩნდება ასევე კოლექციონიზმი, ისტორიული კოლექციებს ვინც აგროვებდა, ისინი გახდნენ, მაგალითად სხვა არტეფაქტებს იქნებოდა წერილობითი წყაროები თუ არაწერილობითი წყაროები, ისინი იქცნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურებად, რომლებმაც ისტორიის აღდგენისთვის ძალიან დიდი როლი შეასრულეს ევროპაში, ხო? და იწყება უკვე ეგეთი ლოგიკა, ნახეთ, ესეთი ლოგიკა, რომ ისტორია არის მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები და ფაქტი არის ის, რაც ჩვენ მატერიალური წყაროებით, მატერიალური ნივთებით, აი მაგალითად წერილობით, წყაროებით, არქეოლოგიური ცნობებთან, ნუმიზმატიკური ცნობებით მოგვეპოვება. მაგრამ რაც არ მოგვეპოვება, ის არ არის ისტორია. აქედან გამომდინარე დაიწყო დიდარი წყაროწოდნეობითი მუშაობა, მაგრამ მოხდა ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა. ისეთი ინტერპრეტაციის საგანი, როგორიც იყო მაგალითად საზოგადოების მენტალიტეტი, ხო, როგორ უნდა შევისწავლოთ საზოგადოების მენტალიტეტი, როგორ უნდა შევისწავლოთ კულტურული ღირებულებები, როგორ უნდა შევისწავლოთ ტექსტში, არსებობს რაღაც ცნობა. ამ ტექსტს ჩვენ ვსწავლობდით, აი მაგალითად ჟამთახზე ქართლის ცხოვრებას ჩვენ ვსწავლობდით და ინფორმაციებს ვიწერით, მაგრამ არ ვსწავლობდით, იმიტომ რომ ეს არ არის ზოგადად პოზიტივიზმის მიზანი, არ ვსწავლობდით იმას თუ როგორი იყო ამ ტექსტის დამწერის აზროვნების ფორმა. რატომ წერს ეს ესე და რატომ არ წერს ეს ესე? ხო? როგორ უნდა შევქნათ ჩვენ ისეთი ინტერპრეტაციისა და მეცნიერული თეორია, რომელიც ამას აღწერს. მოგვიანებით, როდესაც 1920-იან 30-იან წლებში დაიწყება ძლიერი ფრანგული სკოლის, ახალი სკოლის, ხო, ახალი ფრანგული სკოლის, ანალების სკოლის პერიოდი, პოზიტივიზმი კრიტიკის ობიექტად იქცევა და თავარი რა შემოიტანეს ანალების სკოლის წარმომადგენლებმა. ანალების სკოლის წარმომადგენლებმა შემოიტანეს ტოტალური ისტორიის გაგება. და რას ნიშნავს ტოტალური ისტორიის გაგება? ტოტალური ისტორიის გაგება ნიშნავს იმას, რომ არსებობს როგორც წერილობითი წყაროები, მაგრამ არსებობს ასევე არაწერილობითი
საშუალებები, არა მატერიალური საშუალებები, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია ისტორიის რეკონსტრუქცია. მაგალითად, მნიშვნელოვანი როლი დაეთმო ადამიანის აზროვნების ფორმების შესწავლას. მაგალითად, აზროვნების ფორმების შესწავლას შუა საუკუნეებში. რატომ ჯეროდა ადამიანს ესე და რატომ წერდა ეს ესე? მარკ ბლოკს აქვს ესეთი ნაწარმოები, კვლევა მეფე და ორჩხული, ხო? სადაც დაჩვენებია, რომ შუა საუკუნეებში მეფეზე იყო როგორც აი რაღაცა ღვთაებრიოზე წარმოდგენა, რომ მეფე თუ სილას გაგაწნავდა, ის შენ განიკურნებოდი და სხვადასხვა ეს ჩვენ გვხვდება ქართულ ფილმში ნატრის ხეშიც, როდესაც მამაოს თხოვენ, ხო, გვახსოვს, რომ სილა გააწნას. ეს არის სპეციფიური აზროვნების ფორმა. ეს არის სპეციფიური საზოგადოების აზროვნების ფორმა. შენ თუ არ შეისწავლე ამ აზროვნების ფორმას, ტექსტი როგორც ესეთი არის უკვე ინტერპრეტაცია ამ ავტორის. და ჩვენ ნახე უკვე შევედით იმ პერიოდში, როდესაც მნიშვნელოვანი გახდა სიმბოლოების შესწავლა. მარტო იმის შესწავლა კი რას გვეუბნება ჩვენ ავტორი, მაგრამ არამედ ის თუ რა мотивაციით გვეუბნება ავტორი ამას და რა мотивაციით აქცევს ის ყურადღებას ერთ მოვლენას და რა мотивაციით აიგნორებს ან საერთოდ არ აღწერს მეორე მოვლენას. ჩვენ ვიცით, რომ ქართულ ცხოვრებაში ძალიან ცოტა რაღაცა წერია სოციალურ ცხოვრებაზე, ხო? მაინც დიდარი წყარო არ არის ამის შესახებ. ძალიან ცოტა წერია დილეხების შესახებ. კი წერია ხშირ შემთხვევაში უარყოფით კონტექსტში წერია. მაგრამ არ წერია ეს არის სწორედ არისტოკრატიის თვალთვალხედით დანახული ისტორია, ხო? და როდესაც ჩვენ ამას წყაროთ, იმიტომ რომ წყარო არის, უკრიტიკოთ იღებ და მის რეკონსტრუქციას ახდენ, ვერ მოახდენ შენ იმ ეპოქის აზროვნების ფორმის შესწავლას. ვერ მოახდენ შენ მაგალითად დიდ დროში შეისწავლო როგორ ხდებოდა სოციალური ცვლილებების რაღაცა განსხვავება, ხო? შენ მარტო საუბრობ, რომ აი წყაროში ესე წერია და მე სხვანაირად ესე არ არის, ამ დროს შენ გეხმარება ინტერდისციპლინური. აი მაგალითად ფოლკლორი გეხმარება იმისთვის, რომ აღადგინო შენ ესა თუ ის რაღაცა აზროვნების ფორმა და სოციალური ცხოვრების ფორმა, მორალი როგორი იყო საზოგადოებაში. აი რუსი ისტორიკოსიც, რომელიც საქართველოში არაერთხელ იყო ჩამოსული და რომელიც ამ სკოლას მიეკუთვნებოდა გურევიჩი, ხო? სწორედ ის აღწერს, რომ შუა საუკუნეებში არსებობდა ორი კულტურა. ეს ერთი იყო კარნავალური კულტურა და მეორე იყო ოფიციოზის კულტურა. ოფიციოზის კულტურა ყოველთვის მალავდა და ყოველთვის ესე იგი ცდილობდა, რომ თუ ის ახსენებდა კარნავალურ კულტურას, ახსენებდა როგორც რაღაცა ცუდს და უარყოფითად ახსენებდა. შესაბამისად, ისტორიკოსმა ამ დროს რა უნდა გააკეთოს? ისტორიკოსმა უნდა შეეცადოს ყველაფისგან იყოს ხიდი და აღადგინოს გარკვეულწილად ის რეალობა, რა რეალობაც არის. აი თანამედროვეობაში ხა მოდი ესე ვთქვათ, შევაჯამოთ რაღაცნაირად, იმიტომ რომ მე მესმის, რომ ეს არის ძალიან ზოგადი მარტო შუა საუკუნეებამდე მოვიდი და მე გადავახტი და პოზიტივიზმზე დავიწყე საუბარი და თანამედროვეობაზე. მაგრამ მაინც რომ შევაჯამოთ და მე თუ მოგეწონებათ ეს მიმართულება ისტორიის ფილოსოფიის, რა თქმა უნდა გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. შეჯამების თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ესეთი რაღაცა, რომ ბერძნებმა რომლებას დაიწყეს უკვე ისტორიული აზროვნების ესე იგი გაგება, ისტორიული აზროვნების ცნების გაგება, რომ დღევანდელი პრობლემების სათავე არა აწყოში, არამედ წარსულშია. და წარსულს თუ ჩვენ სწორად გავიგებთ, ჩვენ შევეძლებთ აწყოს მოგვარებასაც, ხო? ეს ბერძნული აზროვნების ფორმაა და ეს იყო მიხვედრა, სწორი მიხვედრა და ისტორიის ფასის დანახვა. ასევე ბერძნებაც გაიგეს და მოგვიანებით ესე იგი ქრისტიანობაშიც გადავიდა, ოღონდ თუ სხვა რაღაცას მიაწერდნენ, მაგრამ მაინც კანონზომიერებების გაგება. ჩვენ ნახეთ, რომ ისტორიაში არსებობს გარკვეული კანონზომიერებები, ხო? ადამიანი მივიდა ისტორიით იმ გაგებამდე, რომ არსებობს რაღაც კანონზომიერები. მაგალითად ქრისტიანული პროვინციალისტური ისტორიოგრაფისთვის შენ თუ ცოდვილი იყავი, შენ აბსოლუტურად შენი დაცემა გარდაუვალი იყო. ანუ ღვთის რისხვა გამოჩნდებოდა, ხო? და ღვთის პასუხი გამოჩნდებოდა. ამიტომ კანონზომიერება შენი მარცხი და გამარჯვება, დამარცხება და გამარჯვება დაკავშირებული იყო, რამდენად ღვთისმიერი იყავ, რამდენად უცოდველი, ნაკლებად ცოდვილი იყავ, უცოდველი ესე არავინ არ იყო, ხო? ბერძნებისთვისაც ეგრე იყო, ხო? არსებობდა რაღაც კანონზომიერება. ჩვენთანაც პოზიტივისტი
ტიპშიც არსებობს გარკვეული კანონზომიერება, ქვეყნების მეფეების სიძლიერე და მეფეების სიზუსტე. მაგრამ უფრო შორსოს რო წავიდეთ, არსებობს მეფეების სიძლიერესა და მეფეების სიზუსტის გარდა საზოგადოებრივი აზრის, საზოგადოებრივი სტრუქტურის და სისტემების ანალიზი. სისტემების ანალიზი ცოტა მოგვიანებით გაჩნდა, მაგრამ სისტემური ანალიზი გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ დავინახოთ, რომ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ერთ სისტემაში იყვნენ უნიჭიერესი რამოდენიმე ადამიანი, ამ უნიჭიერესმა ადამიანებმა ვერაფერი ვერ გააკეთოს, იმიტომ რომ ამ სისტემაში აქვს საკუთარი რაღაცა შეზღუდვები და საკუთარი ლოგიკა, რომელიც აღარ გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენი ნიჭი გამოიყენო და შენი ნიჭი განავითარო და შენი ნიჭით შენმა საზოგადოებამ მიაღწიოს რაღაც წარმატებას. ხო, არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები. ფეოდალურ საზოგადოებაში ერთი იყო, კაპიტალისტურ საზოგადოებაში მეორეა და ამიტომ იმისთვის წარმატებისთვის საჭიროა სხვადასხვა სკოლა და სხვადასხვა სკოლა გვეუბნება თუ ვიზზე გამომახვილოთ ყურადღება. მესამე მნიშვნელოვანი მომენტი, ყველა ამ სკოლას გააჩნდა ესეთი მნიშვნელოვანი ფენომენი, როგორიც არის ის, რომ ჩვენი, ესე იგი, როგორც ჩვენ უყურებთ ისტორიას, ისე უყურებთ სინამდვილეში აწყოსაც. თუ ჩვენ ისტორიაში ვიქნებით რაღაცნაირად ისეთი მეცნიერები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა წერილობით წყაროებზე ვისაუბრებთ, აი უბრალოდ ავიღოთ ვინც მეტნაკლებად პოლიტიკასთან ახლოს ყოფილა მიხვდება. ერთი არის სახელმწიფო დოკუმენტი, ხო, ბრძანება. მეორე და ეს ერთი რეალობა. ეხლა რო თქვას, რომ მარტო უნდა შევეცვალოთ სახელმწიფო, ესე იგი, ბრძანებები და დოკუმენტები. მეორე არის უკვე ის, რომ როგორ ხორციელდება ეს ადამიანებს შორის ლაპარაკით, ურთიერთობის ფორმებით როგორ ხდება ეს ხო? აღმოაჩენთ, რომ დოკუმენტსა და შესრულებას შორის არის ძალიან რადიკალური განსხვავება და იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ, როგორ სრულდება, მარტო დოკუმენტის შესწავლა არ ასაჭირო. საჭიროა, რომ ჩვენ ვიყოთ ისეთი ინტერპრეტატორები, რომელსაც შეუძლია ადამიანის აზროვნების ფორმის გაგება. და როდესაც ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, რომლებიც გავიგებთ და არ ვიქნებით მარტო ისეთი მოსამართლეები, რომ აი მაგალითად ლიპარიტ ბაღვაში, ხო? ჩვენ ისტორიაში არის წარმოჩენილი როგორც ესე იგი მოღალატე თავადი, ხო? ჩვენ თუ ლიპარიტ ბაღვაში გავიგებთ და არ ვიქნებით ისეთები, რომ აი განსაჯოთ ესე, ხო? მოსამართლეები, მკაცრი მოსამართლეები, არამედ ვიქნებით ის მეცნიერები, რომლებიც გაიგებს აზროვნებას, ჩვენ შევძლებთ ადამიანის რაღაც ქცევის ლოგიკის გაგებას, მისი აზროვნების ფორმის გაგებას. და როდესაც ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ უფრო განვითარებული საზოგადოება ვიქნებით. ჩვენ და ხშირ აი დღეს რას გვაკლია ჩვენ როგორც საზოგადოებას, აი თანამედროვეობაში არის ის, რომ ეგ ალბათ მეცნიერებიდანაც მოდის, ჩვენ არ გვასწავლიან იმას, რომ გავიგოთ სხვა. ჩვენ გვასწავლიან იმას, რომ შევაფასოთ, დავგმოთ, აი რაღაცა ესეთი იმაში ვართ აზროვნების ფორმაში მოთავსებული, მაგრამ არა გაგებას. და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მაგალითად გავიგოთ პირობითად პუტინი და მისი გარემოცვა როგორ აზროვნებს. როგორ აზროვნებს ჩვეულებრივი რუსი, როგორ აზროვნებს ჩვეულებრივი ამერიკელი, როგორ აზროვნებს ევროკომისია, როგორ აზროვნებს კომისიის წარმომადგენლები, ხო? ამის სხვადასხვა საშუალებები არსებობს. ამის სხვადასხვა საშუალებები არსებობს. ამის ინტერვიუები არის, ამის არსებობს დოკუმენტი არსებობს ელემენტარულად ფსიქოლოგიური ანალიზებიც არსებობს, ხო? ანუ საკმაოდ ბევრი საშუალება არის იმისთვის, რომ გავიგოთ ჩვენ ეს და ამიტომ საჭიროა ინტერდისციპლინური კვლევა. ანუ შენ თუ ამ გზით მიდიხარ, შენ დაგჭირდება როგორც ფილოსოფიის ცოდნა, ისე ფსიქოლოგიის ცოდნა, ისე გარკვეული ეთიკის ცოდნა, მორალის ცოდნა, ესთეტიკის ცოდნა და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში რაც გვეუბნება ანალების სკოლა. ანალების სკოლა გვეუბნება საბოლოო ჯამში იმას, რომ ისტორიკოსი, რომელიც აქ პირველად გაჩნდა როგორც მოგზაური, რომელიც ეკითხებოდა და რაციონალურ შეკითხვებს სვავდა, შემდეგ ის განვითარდა როგორც უკვე კაბინეტში მჯდარი ადამიანი, რომელიც უკვე სხვა წყაროებს იკვლევს, ხო? უნდა იქცეს უბერ, ესე ვთქვათ, ან უფრო ესე ტრანს სპეციალისტად, რომელმაც იცის ბევრი სპეციალობები და შეუძლია ამ სპეციალობებზე დაყრდნობით აღადგინოს, რეკონსტრუქცია მოახდინოს წარსულის. ამას თუ ჩვენ შევძლებთ, ჩვენ გაცილებით მეტ სურათს დავინახავთ რეალობის, ვიდრე ამას ვხედავთ ეხლა.
ეხლა ჩვენი აზროვნება არის ძალიან შევიწროებული და ისტორია სწორედ ის მეცნიერებაა, რომელიც გვაჩვენებს იმას, რომ არსებობს აზროვნების საკმაოდ ესე იგი სხვადასხვა ფორმები და შენ როდესაც იწყებ იმ ეპოქის მაგალითად შუა საუკუნეების მიხედვით აზროვნებას, შენ ძალიან კარგად ხვდები შენსა და იმ ეპოქას შორის რამდენად დიდი განსხვავება და ხვდები რომ თურმე შენი აზროვნების გარდა სხვა აზროვნების ფორმებიც არსებობს, რომ არსებობს ცივილიზაციური ფორმები და მარტო შენი განსჯის და სამყაროს აღქმის სურათი არ არის უნიკალური და შეიძლება არც იყოს ობიექტური. და რაც უფრო მეც იაზრებ, მას უფრო მეტის წყავში აღმოჩნდები, მით უფრო ძლიერი სტრატეგიული აზროვნება გექნება. და ქართველს რაც სჭირდება ახლა რაც აკლია, ეს არის სტრატეგიული აზროვნება. ამიტომ ისტორია არის ფუნდამენტი სტრატეგიული აზროვნების, ხოლო სტრატეგიული აზროვნება არის ფუნდამენტი ძლიერი სახელმწიფოს. მადლობა ყურადღებისთვის. იმედი მაქვს, რომ პატარა თემა ის დაგაინტერესეთ, აუცილებლად წაიკითხოთ კოლინ გუდის წიგნი, ისტორიის იდეა, ეს არის ერთ-ერთი ალბათ ფუნდამენტური წიგნი ყველა ისტორიკოსისთვის და არა მარტო და გაეცანით სამ უშუალოდ კონკრეტულ პერიოდზე დაიწყებთ კვლევას ან დაინტერესებას, გაეცანით ისტორიის არცს, გაეცანით ისტორიის თეორიებს და მიხვდებით, რომ სამყარო გაცილებით დიდია და გაცილებით მასშტაბური, ვიდრე თუნდაც ჩვენი ინდივიდუალური ვიწრო წარმოდგენები. მადლობა ყურადღებისთვის, მოვალ შეხვედრამდე.